მოგესალმებით. ირაკლი აბსანძესთან ინტერვიუში ჩემთვის ძვირფასმა ადამიანმა მსახიობმა ნატა მურვანიძემ ძალიან დასამახსოვრებელი ფრაზა თქვა. მიჯერს ახალი წელი მივულოცო მას, ვისაც ძველი წელი წაართვეს. არ ვიცი რაც დავეყრდნო. ნატა მურვანიძე როცა ამას ამბობდა, პროტესტის პატიმრებს გულისხმობდა. თუმცა ალბათ საქართველოში ბევრი ადამიანი მიაკუთვნებს საკუთარ თავს მათ რიცხვს, ვისაც წლევანდელი წელი წაართვეს. ჩემი გამოცდილებით ამ წელს ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობდა მშვიდად, საკუთარ მომავალზე ზრუნვით და კეთილდღეობით. უმრავლესობა ხელისუფლების და მათი მომხრეების ჩათვლით 2025 წელს მშვიდ ცხოვრებას დაემშვიდობა, რომ აღარაფერი ვთქვა პროტესტის მონაწილეებზე და მათ მომხრეებზე. რა არის ის, რაც სამომავლო სურვილების ჩაფიქრებისას გვჭირდება იმისთვის, რომ დავეყრდნოთ? რა არის ის, რაც მომავალ წელს სიმშვიდისთვის გვჭირდება პირველ რიგში? სანამ ამ კითხვას ჩემი გადასახედიდან ვუპასუხებ, მინდა ისტორიკოს გოჩა საითიძესთან ინტერვიუს ერთი ფრაგმენტი გავიხსენო და ეხლა ციტატას შემოგთავაზებ. ჩვენ ქართველები შორეული რომისკენ რატომ ვიყავით? აგერ ყურის ძირში გვყავდა ძველი სასანიანთა ირანი, უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანა თავისი რელიგიით, ზოროასტრიზმით. ამ ქვეყანას ყველაფერი ჰქონდა უზარმაზარი. ჩვენ მაინც დასავლეთისკენ წავედით. რატომ მივიღეთ ქრისტიანობა? მანამდე წარმართები ვიყავით და არჩევანი რომ დაგვიდგა, ევროპა ავირჩიეთ. აი აქ ციტატა მთავრდება. იმ შორეული მეოთხე საუკუნის შემდეგ საქართველოს დასავლური არჩევანი მოყვება და მოყვება როგორც ბუნებრივი მდგომარეობა. ამ არჩევანიდან ყოველი გადახვევა აღიქმება როგორც იძულება, როგორც ღრმა შფოთვის საფუძველი და ბრძოლის ასპარეზი. შესაბამისად, იმისთვის რომ მომავალ წელს იქნება თუ შემდეგ წლებში თავი მშვიდად ვიგრძნოთ, ჩვენ როგორც ქვეყანამ, ჩვენ როგორც ხალხმა, აუცილებელი მგონია საქართველოს მკაფიო დაბრუნება დასავლეთის გზაზე, ჩვენს ბუნებრივ წიაღში. ეს კი ხელისუფლების ცვლილების გარეშე შეუძლებელი ჩანს ყოველ შემთხვევაში დღევანდელი მოცემულობით. ხელისუფლების ცვლილების ყველაზე ბუნებრივი და კანონიერი გზა არჩევნებია. ბოლო საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 2024-ში ჩატარდა, აჩენდა კიდეც იმედს, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა და ქვეყანა დროთა განმავლობაში დასავლეთის ოჯახის წევრი ოფიციალურად გახდებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა და კარგად თუ დავფიქრდებით, არც იყო მოსალოდნელი. ერთხელ უკვე დაგპირდით, რომ ამ თემას აუცილებლად დაუბრუნდებით, თუ რატომ არ იყო მოსალოდნელი ხელისუფლების ცვლილება 2024-ის არჩევნებში. ოღონდ ახლა არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს ეს ყველაფერი არჩევნებამდე ვიცოდი, არა, რა თქმა უნდა, არა. პოლიტიკით დაინტერესებულმა ადამიანებმა ახლა ბევრად მეტი ვიცით ჩვენი აწყოს და მომავლის საფრთხეებზე, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებამდე ვიცოდით. თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოში და უცხოეთში იყო ხალხი, ვინც მაშინვე საფრთხეებზე უფრო მეც ფიქრობდა, ვიდრე არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებაზე. ახლა მინდა ერთი დოკუმენტი გავიხსენო, რომლის ხსენებაზე შეიძლება იფიქროთ, რაღა დროს ეგ დოკუმენტი არისო, მაგრამ ძალიან შევეცდები 5 წუთის შემდეგ ამ დოკუმენტს სხვანაირად შეხედოთ. ლაპარაკობ ქართულ ქარტიაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა 2024-ის მაისში, ანუ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. წარადგინა როგორც სამოქმედო გეგმა. ქარტიის სულისკვეთება ზუსტად ემთხვეოდა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის შემოთავაზებულ 9 ნაბიჯს, რომელთა გადადგმა საჭირო იყო იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის პროცესი გაგრძელებულიყო საქართველოში. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ხელი მოაწერა ქარტიას, რომელშიც ბევრ სხვა რამესთან ერთად ეწერა, რომ არჩევნების შემდეგ უნდა შექმნილიყო დროებითი ტექნიკური მთავრობა, რომელიც 1 წლის განმავლობაში იმუშავებდა ევროინტეგრაციის პროცესზე, აი ამ 9 პუნქტის შესრულებაზე, შემდეგ კი ვადამდელ არჩევნებს დანიშნავდა და ეს არაპარტიული მთავრობა პარტიებს საშუალებას მიცემდა, რომ 1 წლის განმავლობაში კომფორტულ ძალადობისგან დაცლილ გარემოში მომზადებულიყვნენ ვადამდელი არჩევნებისთვის, ესე იგი ერთმანეთთან რეალური კონკურენციისთვის. მაგრამ 2024-ის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე
სალომე ზურაბიშვილმა მოითხოვა, რომ პარტიებთან ერთად ემუშავა და უკვე არჩევნებამდე გამოეცხადებინა აი ამ დროებითი მთავრობის პერსონალური შემადგენლობა. მას სურდა, რომ ამომრჩევლებს წინასწარ ცოდნოდათ იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვისაც პარტიები 1 წლის განმავლობაში ძალაუფლებას ანდობდნენ. როგორც კი საქმე კონკრეტული ადამიანებისთვის ნდობის გამოცხადებამდე მივიდა, პარტიებმა უარი თქვეს ამ გეგმაზე, ალბათ ყველას გახსოვთ ეს ამბავი. საჯაროდაც მოვისმინეთ, როგორ არჩევნები ჩვენ მოვიგოთო და ძალაუფლებას ხვებს გადავაბაროთო? საქმეც ეს იყო და შემდეგმა მოვლენებმა პირადად ჩემთვის ძალიან ნათლად დაადასტურა, რომ დროებითი მთავრობა იმ ადამიანის თუ იმ ადამიანების იდეა იყო, ვინც რა თქმა უნდა ოპოზიციის მოგებაზე ფიქრობდა, მაგრამ ფიქრობდა ოპოზიციის წაგებაზეც. და იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ დროებითი მთავრობის იდეა სწორედ წაგებული ოპოზიციისთვის ხავსად იყო ჩაფიქრებული პირველ რიგში. იმიტომ რომ ოფიციალური მონაცემების გამოცხადების წუთიდან დღემდე ფორმალურად დამარცხებული ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის არის, რომ პარტიები ვერაფერზე ვერ თანხმდებიან, ერთმანეთის მიმართ უნდობლობას ასხივებენ და პროტესტულად განწყობილ ადამიანებს კარგად გვარიანად აბნევენ. ახლა გვესმის, რამდენად არარეალური იყო ეს ჩანაფიქრი, რომ პარტიები, რომლებიც ბევრად მარტივ საკითხებზე ვერ თანხმდებიან, მაინც და მაინც დროებით მთავრობაზე და მის პერსონალურ შემადგენლობაზე შეთანხმდებოდნენ. არ იყო რეალური. მაგრამ რა ძვირად უღირს დღეს პროტესტს, რომ მთელი 20-25 წლის განმავლობაში ქვეყანას ყოლოდა პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე გამოუცხადებდნენ ნდობას. აღარც უცხოელები იტყოდნენ, რომ არ ვიცით ვის ველაპარაკოთ, ყველა ლიდერი სხვადასხვას ამბობსო. ეს გუნდი დროებითი მთავრობა, რა თქმა უნდა ჩრდილოვანი, რა თქმა უნდა არ აღიარებული, იქნებოდა პროტესტის შეთანხმებული ხმა, რომელიც მხოლოდ რუსთაველის გამზირზე კი არ დადგებოდა, არამედ საქართველოს მოსახლეობას რეალურ ალტერნატივას შესთავაზებდა ყველა პრინციპულ საკითხზე და წინააღმდეგობის მოძრაობის სახელით იმოქმედებდა შინ თუ გარეთ. დროებითი მთავრობის წინასწარ გამოცხადების ერთი უმთავრესი შედეგი ისიც იქნებოდა და ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ არჩევნებში ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს აღარ დაუპირისპირდებოდნენ. არავის დასჭირდებოდა საკუთარი წილისთვის ბრძოლა მომავალ პარლამენტში და მთავრობაში, რადგან ასეთი წილი უბრალოდ არ იარსებებდა. ყველა პარტია ბუნებრივად იზრუნებდა საერთო გამარჯვებისთვის, ანუ აი ამ დროებითი მთავრობის გამარჯვებისთვის. მაინც რატომ გახდა საჭირო არჩევნების წინ ასეთი განსაკუთრებული პოლიტიკური ნაბიჯის შეთავაზება? იმიტომ რომ პროტესტულად განწყობილი ამომრჩევლების დიდი ნაწილი არსებული ხელისუფლების რეალურ ალტერნატივას ვერ ხედავდა ვერც რომელიმე პარტიის სახით და ვერც პარტიების გაერთიანების სახით. აქ მინდა გავიხსენოთ, რა მოხდა სომხეთში 2018 წელს, ეს მოვლენა ერთხელ უკვე ვახსენდა, ეხლა მინდა უფრო დაწვრილებით კი ამბოთ. ნიკოლ ფაშინიანი თავიდან იყო სომხეთის პარლამენტის წევრი, არანაირი განსაკუთრებული ძალა არ ჰქონდა, პარლამენტში შევიდა იმ კოალიციასთან ერთად, რომელმაც ამომრჩეველთა 8%-მდე ხმები მიიღო, მაგრამ როდესაც მაშინდელმა პრეზიდენტმა სერჟ სარქსიანმა ხალხს პირობა მისცა, რომ საპრეზიდენტო ვადა რომ ამომეწურება პრემიერად კენს აღარ ვიყრიო და მე ეს პირობა გატეხა, სწორედ ნიკოლ ფაშინიანმა შეძლო, რომ მთელი ქვეყანა ფეხზე დაეყენებინა. გადადგომამდე ერთი დღით ადრე აი სარქსიანი საჯაროდ ჯიუტად უმტკიცებდა ფაშინიანს, ვინ ხარ, ვის წარმოადგენ, ხალხის 7-8% გიჭერს მხარსო და მეორე დღეს, აი ზუსტად მეორე დღეს იძულებული გახდა გადამდგარიყო, იმიტომ რომ ცხადად დარწმუნდა, რომ ვეღარც ქვეყანას მართავდა და აღარც აღელვებული ხალხის სახში შეყვანა გამოუვიდოდა დიდი სისხლისღვრის გარეშე. საქართველოში საპროტესტო მოძრაობას ერთი გამოკვეთილი ლიდერი რომ არ აყავს, აი მაშინდელი სომხეთისგან განსხვავებით, ეს კარგიც არის და ცუდიც. კარგია იმიტომ, რომ ერთი ადამიანის ჩამოშორება, თუნდაც ისე როგორ ტრაგიკულადაც ნავალნი ჩამოაშორეს რუსეთში საპროტესტო მოძრაობას, წინააღმდეგობის პროცესს გვესმის ყველას, რომ კარგახნით მოკლავდა. ცუდი კი იმიტომ არის ლიდერის გარეშე პროტესტი, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა
არ და ვერ ფართოვდება. მაინც რა არის რუსთაველის პროტესტის შედეგი თუ წინააღმდეგობა ვერ ფართოვდება. პროტესტი იწვევს იმას, რომ ქართულ ოცნებაში დაიწყო შიდა რყევები, რომლებიც არ ვიცით როდის და როგორ დამთავრდება, მაგრამ ვიცით, რომ წრე ნამდვილად შეკრულია. უწყვეტი პროტესტი იწვევს რეპრესიებს, რეპრესიები იწვევს დასავლეთის ქვეყნების ყურადღებას და სანქციებს ხელისუფლებისთვის, ეს სანქციები იწვევს შიდა რყევებს, რომელთა საფუძველი ალბათ არის საერთო რესურსის დეფიციტი და ერთმანეთის მიმართ უნდობლობა, რაც მთავარია. ნამდვილად შეკრული წრეა და თუ მისი ყველა კომპონენტი შენარჩუნდა, რყევები ბუნებრივად გაგრძელდება. ეს არის მაქსიმუმი, რაც რუსთაველის გამზირზე ერთწლიანმა უწყვეტმა პროტესტმა შეძლო. ვინ იტყვის, რომ ცოტაა, მაგრამ იმასაც ყველა ხვდება, რომ ცვლილებების დასაჩქარებლად პროტესტის გაფართოება არის საჭირო. ამას კი აუცილებლად ჭირდება ალტერნატივის გამოკვეთა. ან რა შეიძლება იყოს არსებული ხელისუფლების ალტერნატივა. ჩემს უახლოეს მეგობრებსაც არაერთხელ ვთქვამთ, აბაო, ესენი რო წავიდნენ, ვინ მოვაო? დარწმუნებული ვარ, ამ კითხვას ხვებით სვამენ. რა თქმა უნდა, ვისთვისაც არსებული ხელისუფლება ბოლომდე მიუღებელია, ის არ კითხულობს, ვინ და რა არის ალტერნატივა, მაგრამ უმრავლესობას სჭირდება ცვლილების რეალური პერსპექტივა დაინახოს და ისიც ჯეროდეს, რომ ეს ალტერნატივა მისთვის პირადად და მისი ოჯახისთვის ნამდვილად იქნება უკეთესი. შესაბამისად, პროტესტში მეტი ადამიანის ჩართვისთვის უნდა გაიზარდოს პროტესტის სტრუქტურა, უნდა გართულდეს, განსხვავებული ფორმები შეიძინოს და მივიდეს მეტ ადამიანთან. საერთოდ, რაც უფრო რთულად არის აწყობილი სისტემა, მით ნაკლებია წინააღმდეგობის შესაძლებლობა და მით მეტია გამარჯვების წარმატების შანსი. მარტივ მაგალითს ვიტყვი. ერევანში დემონსტრანტები თავის სახლებთან ქუჩებს კეტავდნენ და ბოლოს იმდენი ქუჩა გადაიკეტა, პოლიცია ძალა არ ეყო, რომ ყველას გამკლავებოდა. ფაშინიანი თანამოაზრეებს ძალიან გააზრებულად სთხოვდა, რომ ერთ ადგილას არ შეკრებილიყვნენ. ყველა დარჩენილიყო თავის სახლთან და იქ გამოეხატა პროტესტი. აი, შედეგი სწორედ ამ გეგმამ მოიტანა. ვის შეუძლია დღეს საქართველოში არსებული პროტესტის სტრუქტურის გართულება? ამ კითხვაზე ორ პასუხს ვხედავ. ან ისევ და ისევ ერთ ლიდერს, რომელიც არ ჩანს, მაგრამ ფაშინიანის მსგავსად შეიძლება სიტუაცია ყველასთვის მოულოდნელად გამოაჩინოს და წარმოაჩინოს. ან ეს შეიძლება იყოს პროფესიონალების გუნდი, რომელიც ფართო ნდობის ფარგლებში იმოქმედებს. ჩემი აზრით, პოლიტიკოსების გუნდმა ეს შანსი უკვე დაკარგა და ამიტომ ისევ პროფესიონალების გუნდზე ვლაპარაკობ. მაგრამ საიდან უნდა მოვიდეს პროფესიონალების გუნდი, რომელიც ნდობას მიიზიდავს? რა თქმა უნდა, პროტესტის გულის გულიდან, რუსთაველის გამზირიდან. იქ ადამიანებმა ერთმანეთი გაიცნეს, ერთმანეთი ურთულეს სიტუაციებში არაერთხელ გამოსცადეს და ერთმანეთთან ურთიერთობა ნდობაზე ააწყვეს. მათ შორის ნამდვილად არიან წარმატებული ადამიანები, რომლებიც შესანიშნავად ფლობენ ინფორმაციას, ცოდნას თავიანთ სფეროების შესახებ, რომელთა უნარებში, პატრიოტიზმში, წესიერებაში ეჭვი არავის ეპარება და მეცაც ვიტყვი. რუსთაველის გამზირმა რაღაც კანონზომიერებით სწორედ ასეთ ადამიანებს მოუყარა თავი. ხედავთ, რომ ამ ერთ წელიწადში პროტესტმა ვერ წარმოქმნა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ერთიანი რთული სტრუქტურის შექმნაზე და მართვაზე პასუხისმგებლობას აიღებდა. მიზეზი ის არის, რომ ამგვარი პასუხისმგებლობა საერთოდ არ არსებობს, რაც პირადად მე ლოგიკური მეჩვენება. წარმატებული პოლიტიკური ცხოვრება ბუნებრივად ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას სხვების ბედზე. სხვების ცხოვრებაზე. ასეთია პოლიტიკის შინაარსი. თუ პოლიტიკაში ხარ, სხვებზე უნდა იზრუნო და აიღო პასუხისმგებლობა. წარმატებული პროფესიული ცხოვრება კი ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ თავზე, საკუთარ საქმეზე და მაქსიმუმ საკუთარ დარგზე. მეტი პროფესიონალს არ შეუძლია და არც მოეთხოვება. ის, რაც ახლა რუსთაველის პროტესტისგან წინააღმდეგობის მოძრაობას ნამდვილად სჭირდება, მაგრამ არ ვიცი ამის დრო უკვე დამდგარია თუ არა, ის არის, რომ პირადი პასუხისმგებლობა უნდა გადაიზარდოს სხვებზე პასუხისმგებლობაში. გამოდის ამ ეტაპზე წინააღმდეგობის გაგრძელების სამი ვერსია არსებობს.
ან ნდობით აღჭურვილმა რუსთაველის პროტესტმა უნდა წარმოქმნას ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ყველაზე, ანუ საქართველოს მომავალზე. ან პასუხისმგებლობის ამღები პოლიტიკოსებისგან მდინმემ უნდა მოიპოვოს გამორჩეული ნდობა. როგორც ვხედავთ, პირველი ვერსიაც და მეორეც ნდობის და პასუხისმგებლობის გაერთიანებას გულისხმობს, რისი ნიშნებით სამწუხაროდ ჯერ არ ჩანს. მესამე გზა არის, რომ პროტესტი გაგრძელდეს არსებული ფორმით და დაელოდოს ხელისუფლების ჩამოშლას. აი ამ სამი არჩევანის მოლოდინში დღეისათვის ალტერნატივის სივრცე მთლიანად ცარიელია და შევსებას ელოდება. მინდა გადაცემის ბოლოს ისევ ნატა მურვანიძის ნათქვამს დაუბრუნდე, მიჭირს ახალი წელი მიულოცო მას, ვისაც ძველი წელი წაართვეს, არ ვიცი რას დავეყრდნო. აი ვფიქრობ, ამას უნდა დავეყრდნოთ. ვისურვოთ, რომ ახალმა წელმა ქვეყანას მოუტანოს არსებული ხელისუფლების რეალური ალტერნატივა, ნამდვილი პასუხისმგებლობის და ნამდვილი ნდობის გაერთიანება, რაც სასიკეთო ცვლილებებს დაედება საფუძვლად. ეს ჩემი რეალისტური საზოგადო სურვილების მაქსიმუმია მომავალი წლისთვის. ამ განწყობით გილოცავთ დამდეგ წელიწადს. გთავაზობთ გაუკეთოთ საახალწლო საჩუქარის ღარბს, გამოიწეროთ ჩვენი არხი. მომწერეთ თქვენი სამომავლო მოლოდინების შესახებ აქვე გადაცემის კომენტარების ველში. მე კი ერთი კვირით 6 იანვრამდე გემშვიდობებით. დიდი მადლობა, რომ ჩემთან ერთად ხართ.